აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდის მერობის კანდიდატთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მარიამობის სადღესასწაულო წირვას კორცხელის ღვთისმშობლის სახელობის მე-17 საუკუნის ტაძარში დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცეს. მარიამობის დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე არის ჩვენი საზოგადოებისთვის, ქართველებისთვის. მე მინდა მიულოცო ჩვენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ ერთად უნდა გავაძლიეროთ რწმენა და ღვთისმშობლის მადლით საქართველო იქნება ერთიანი, გაერთიანებული, თავისუფალი და მშვიდობიანი ქვეყანა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის მასპინძელი და მცველი ქალაქიდან სრულიად საქართველოს ვუოცავ მარიამობის წინვალ დღესასწაულს, უსურვებ ბედნიერებას, მშვიდობას და წარმატებულ ცხოვრებას. ყველა მართლმადიდებლისთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ღვთისმშობლის მიძინება, მინდა ყველას მოგილოცოთ, ღვთისმშობელმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგიბრწყინოთ ის გზა, რაც ცხოვრების გზაზე არის სავალი.